მიქაელის მისია, მეშვიდე ლექცია. წინა ლექციებში ითქვა, რომ ადამიანის არსების ჭეშმარიტი შემეცნებისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი არსების სამ წევრად, სამ ნაწილად დაყოფა. ადამიანის არსების შედარებით დამოუკიდებელი ნაწილებია თავი, გულმკერდის ორგანოები და კიდურების ორგანოები. ამ უკანასკნელში ის ორგანოებიც იგულისხმება, რომლებიც სხეულის შიგნით მდებარეობს, ანუ მუცლისღროს ორგანოები. ჩემი ლექციებიდან და ასევე წიგნიდან შვინვიერი იდუმალებანი, თქვენ იცით, რომ ადამიანის თავთან დაკავშირებულია აზრების და წარმოდგენების ცხოვრება. გულმკერდის სისტემასთან, მის რიტმულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულია ის, რაც გრძნობა სფეროს განეკუთვნება. ხოლო ნებელობის სფერო, რომელიც საკუთრივ სულიერებასთანაა დაკავშირებული, კიდურების სისტემას ეკუთვნის. ეს სამი სისტემა ადამიანის სამ შედარებით დამოუკიდებელ ორგანიზაციას განასახიერებს. ასევე შედარებით დამოუკიდებელი, მაგრამ ამასთანავე ერთობლივ მოქმედი გახლავთ წარმოდგენების ცხოვრება, გრძნობათა ცხოვრება და ნებელობის ცხოვრება. როგორც ვიცით, ამ სამი სისტემის ურთიერთგანსხვავებულობა სულიერი თვალსაზრისით უკეთ ვლინდება, როდესაც ასე მსჯელობთ. დღის ცნობიერების ანუ ცხადიერ მდგომარეობაში ადამიანი ფხიზლობს მხოლოდ თავის მიერი სისტემის წყალობით. ანუ ყოველივე იმის წყალობით, რაც წარმოდგენების და აზრების ცხოვრებასთანაა დაკავშირებული და პირიქით, ის რაც გრძნობების ცხოვრებას, ესე იგი ჩვენს რიტმულ სისტემას უკავშირდება, ერთგვარი ზმანებების ცხოვრებას წარმოადგენს, რაც ასევე მსჯვალავს ადამიანის ცხადიერ ცხოვრებას. ის, რასაც ჩვენი გრძნობების სფეროში აქვს ადგილი, აღიქმება არაუშუალოდ გრძნობებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი ცხადიერი წარმოდგენების მეშვეობით. ადამიანისთვის ყველაზე იდუმალია ნებელობითი ცხოვრება. მისი არსი ისევე ცნაურდება, როგორც ღრმა, უსიზმრო ძილის მდგომარეობა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად განსაზღვროთ, თუ რამდენად მოქმედებს ქვეცნობიერი ადამიანის ჩვეულებრივ შეგნებაში, ამ შეგნების საფუძველში. ქვეცნობიერი საფუძვლად უდევს გრძნობათა ცხოვრებას, თუ კი შეფარდებით ხარისხსაც ვითვალისწინებთ, ხოლო ნებელობის ცხოვრებაში განბეჭდილი წარმოდგენები მთლიანად დაბინდულია. უაღრესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ადამიანის ამ სამი სისტემის ყოველი ცალკეული ნაწილი მოიცავს გონებას, გრძნობას და ნებელობას. კერძოდ, ობიექტურ სამყაროში წარმოიქმნება ერთგვარი ვიბრაციები, რომლებიც გავრცელებას იწყებს და ფრიად საყურადღებოა ის, რომ ხსენებული ვიბრაციები ვრცელდება არა უსასრულოდ, არამედ როგორც კი საკმარისად განივრცობა და როდესაც ასე ვთქვათ მათი ელასტიურობა მოიწურება, ისინი უკუ იქცევა. ეს ისეთნაირად მოქმედებს, რომ მომდევნო 7 წლიან პერიოდში უკუქცეული ან უკან დაბრუნებული ვიბრაციები წარმოქმნის ამა თუ იმ სახის იმპულსს, რომელიც გარედან შიგნით ჩვენს მშვენიერ ცხოვრებას მსჯვალავს. ამით მე კი არ გარწმუნებთ, რომ მიახლოებით 7 წლის შემდეგ უეჭველად გამეორდება იგივე მოვლენა, რამე თუ აქ გასათვალისწინებელია ინდივიდუალური ცხოვრების წესიც, მაგრამ ამა თუ იმ სახით ეს მოვლენა მაინც შემოიჭრება ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა თავად ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს. ჩვენი მშვენიერი ცხოვრებით გამუდმებით გავდივართ ისეთ მოვლენებს, რომლებიც შემოიჭრება რამ მშვენიერ ცხოვრებაში, მძიმე დარტყმებს გვაყენებს და რომლებიც შეიძლება განისაზღვროს ვითარცა სამყაროს უკუ რეაქცია იმ მოვლენაზე, წინა 7 წლიანი პერიოდის გარკვეულ მომენტში ამა თუ იმ სახით რომ განვიცადეთ. მაშასადამე მოვლენა, რომელმაც აგვაღელვა, აგვაფორიკა აქა ჩვენი გრძნობები, 7 წლის შემდეგ კვლავ ეკოთ გაიჟღერებს ჩვენ სამშვენელში. როგორც მოგახსენეთ, ეს ადამიანის ცნობიერების მიღმარჩება, მაგრამ გარკვეული ძალისხმევის მეშვეობით მაინც შესაძლებელია მსგავსი ფაქტების დაფიქსირება. ალბათ ყოველ ჩვენგანს განუცდია უეცარი, მოულოდნელი კონფლიქტი ადამიანთან, რომელსაც კარგად იცნობს, თანაც ერთი შეხედვით სრულიად გაურკვეველია, საიდან წარმოიშვა ეს კონფლიქტი. ადამიანი თითქოს და მოწმენილ ცაზე ქუხილმა გადაირარაო, უეცრად იცვლება. თუკი შინაგანი მშვენიერი დაკვირვებით საგულდაგულოდ გამოიკვლევთ ამგვარ მოვლენას, ადამიანის ერთობ თავისებურ გამოვლენაში, თავისებურ ქცევაში, ასევე მის მიერ წარმოთქმული სიტყვების მიღმა და უშუალოდ მის სიტყვებში შევეგრძნობთ თუ სახელდობ რისი თქმა სურს, რას ამბობს იგი,
და სწორედ ეს მიგვიყვანს იმ მოვლენამდე, ადრე გარკვეული დროის, გარკვეულ მომენტში, რომ შეძრა და აფორიაქა მისი გრძნობები. ეს ნიშნავს, რომ მთელი განვლილი პერიოდის, განვლილი წლის მანძილზე, განვლილი 7 წლის მანძილზე, სამყაროში მართლაც ხდებოდა რაღაც ისეთი, რაც არ მოხდებოდა ადამიანს, რომ არ განეცადა დიდი და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მშვენიერი დარტყმა. მაშასა და მე მთლიანობაში ეს არის ერთგვარი პროცესი, რომელიც გარდა იმისა, რომ ადამიანის განცდებს მოიცავს, მის გარეთ ობიექტურ სამყაროშიც ვრცელდება. ამრიგად თქვენ ხედავთ, რომ არსებობს ისეთი პირობები, როდესაც რაიმე მოვლენა, რომელსაც უშუალოდ ადამიანი აღძრავს, მის გარეთ ვლინდება და მსოფლიო ობიექტურ პროცესებს ერთვის. ამ მსოფლიო ობიექტურ პროცესებში ერევა აგრეთვე ისიც, რაც ელემენტარულ არსებათა შორის ხდება. აქ ის ელემენტარული არსებებიც იგულისხმება, რომლებიც ადამიანის გარეთ მოქმედებენ და რომლებიც ამას წინათ დავახასიათეთ. ამათგან ისინი, ვინც სუნთქვის რიტმულ სისტემასთან არიან დაკავშირებული, მოიარებით, მშვენიერი განცდების მეშვეობით, რიტმულ სისტემასთან ერთობლივად მოქმედებენ. ამის შედეგად, ადამიანი თავის ირგვლივ შეიძლება ითქვას მუდმივად და განუწყლებლივ ქმნის საკმაოდ ვრცელ აურას, მაგრამ იმ ვიბრაციებში, რომელსაც იგი ხსენებულ აურაში წარმოქმნის, ერევიან ელემენტარული არსებები, რომელთაც იმის და მიხედვით თუ როგორია ადამიანი, ძალუძთ იმოქმედონ იმაზე, რაც შემდგომში უკან უბრუნდება ადამიანს. ასე მაგალითად, თქვენ აგაღელვათ ამა თუ იმ განცდამ. თქვენ ასხივებთ მას, ხოლო როდესაც იგი უკან გიბრუნდებათ, აღმოჩნდება, რომ მან იმ ელემენტარული არსებების ზემოქმედება განიცადა, რომლებიც განვლილ შუალედში ჩაერივნენ ამ მშვენიერ განცდაში. ასე რომ იმ განცდებს, რომლებიც ადამიანს უკუ უბრუნდება, ამჯერად ელემენტარულ არსებათა ზეგავლენის ერთგვარი სურნელი დაჰკრავს. იმის მეშვეობით, რასაც ადამიანი თავის გარემოში ავრცელებს, როგორც ერთგვარ სულიერ ატმოსფეროს, იგი უკავშირდება ელემენტარულ არსებებს. ის, რაც მის ცხოვრებაში ბედის განწესება გარიგებით ხდება, სწორედ ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ხომ ჩვენი მიწიერი ცხოვრების შიდა დინებაშიც განვიცდით საკუთარ ბედისწერას, ბედის აღსრულებას. ჭეშმარიტად, უკვე თუ დღეს რაიმე განცდა მოგვიცვა, შემდგომი პერიოდისთვის ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ეს სწორედ ის გზა გახლავთ, რომელზეც ჩვენ ფაქტიურად ჩვენსავე ბედს განვარიგებთ და ამ პროცესში ის ელემენტარული არსებებიც მონაწილეობენ, რომლებსაც ჩვენივე ბუნების ამა თუ იმ თავისებურების წყალობით მოვიზიდავთ. და ისინი შეიგრძნობენ რა ამ მოზიდვას, ავლენენ თავის ზემოქმედების ძალას, ანუ ზემოქმედებენ ჩვენზე. ასეთი გახლავთ ურთიერთქმედება ადამიანსა და მის გარემოცვას შორის. ეს არის ადამიანის გარემომცველ სულიერ ძალთა ერთგვარი თამაში და თუ კი თვალს გავადევნებთ ამ თამაშს, ბედის კანონზომიერებიდან ბევრი რამ გასაგები გახდება. მაგრამ ამგვარი გამონათებები ძალზე უცხოა ჩვენი განათლებული დროებისთვის, განათლებული აქ არის ბრჭყალებში. და ეს ზეცართავი ყოველთვის წინ წლებში უნდა გამოვაქციოთ, თუ ამბობს რუდოლფ შტაინერი. და მხოლოდ უძველეს თქმულებებში გვახსენებს თავს, როდესაც ადამიანი ცნობიერების ელემენტარულ საფეხურზე იდგა და რეალობასთან, დღევანდელთან შედარებით უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ეს თქმულებები შესანიშნავადაა გადმოცემული იმ ძველ პოემებში, სადაც ადამიანის ცხოვრების თანმხლები მოვლენები ბედისწერის ძალით ზემოხსენებულ არსებათა მოქმედების არეალში ექცევა. ამ მხრივ, ჭეშმარიტად ყველაზე აღსანიშნავი ლექსი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და რომელშიც წარმოჩენილია ადამიანის გარემომცველი ელემენტარული არსებების ბედით განწესრიგებული ზემოქმედება, თავადაც რომ არაერთხელ აღგვიქვამს და განგვიცდია ევრიტმულ წარმოდგენებში. აქ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ერევიან ბედის თადარიგში ტყის მეფის სამფლობელოს მკვიდრნი ელემენტარული არსებები. თქვენ რა თქმა უნდა იცით ეს ლექსი. ტყის მეფის ასული. ცხენს მიაქროლებს ჰერ ოლუფი. დაღამდა კიდეც სანამ სტუმრებს საქორწილო ნადიმზე უხმო. ხედავს მდელოზე მოფარფატე ელფებს და იქვე ტყის მეფის ასულს, მისკენ მზაკრულ ღიმილით მზირალს. კეთილი იყოს მობრძანება შენი ჰერ ოლუფ,
უთხრა ასულმა. დარჩი აქ და იცეკვე ჩემთან. არა ასულო, საცეკვაო დარამცალია. ავჩქარდე უნდა, ხვალ ხომ ჩემი ქორწილის დღეა. მისმინე ოლოფ, ამისრულე ეს ერთი თხოვნა. მოდი, იცეკვე ჩემთან. მე კი მადლობის ნიშნად ოქროს დეზებს და მთვარის შუქში გამოთეთრებულ პერანგს გაჩუქებ სიფრიფანა აბრეშუმისას. არა ასულო, შენთან ცეკვის არ მაქვს უფლება. ავჩქარდე უნდა, ხვალ ხომ ჩემი ქორწილის დღეა. ყური დამიგდე ოლოფ, დარჩი იცეკვე ჩემთან. აურაცხელი ოქრო ვერცხლით დაგასაჩუქრებ. ოქროზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ცეკვისა რა მოგახსენო, აგი გითხარი, არ მაქვს უფლება. მას თუ ასია ჩემთან ცეკვას თუ კი გაურბი, ავადმყოფობას და სიკვდილს ხომ ვერსად წაუხვალ. ჩვენ ხედავთ თუ რაოდენ მკვიდრადაა ჩაქსოვილი ელემენტარული სამყარო ადამიანის ბედის მოვლენებში, სადაც საქმე გვაქვს ბედის ისეთ შთამბეჭდავ გამოვლენასთან, როგორიცაა ავადმყოფობა და სიკვდილი. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ ასეთ მომენტებს. თანამედროვე ლექსებისგან განსხვავებით, ძველ პოეზიაში ეს ლექსი ჰერდერმა ხალხური პოეზიის ნიადაგიდან შექმნა. ძველ პოეზიაში ისინი სრულიად სხვაგვარად ვრინდება. რაც შეეხება ჩვენი დროის კულტურულ ლექსებს, მათგან 99% სრულიად უმაქნისია. ლექსები, რომლებიც ძველი სიბრძნიდან იღებს სათავეს რეალობას, რეალურ ფაქტებს ეთანხმიერება. ყოვლად შეუძლებელია, რომ აღნიშნულ ლექსში olupისთვის დარტყმა მიეყენებინათ თავში ან სახეში. არამედ ეს თქვა და გულში გამეტებით ჩასცალა ხვარი, ტკივილი იგრძნო, ჰერ ოროფმა ჯერ არ განცდილი. ეს დაკავშირებულია რიტმულ სისტემასთან, ამიტომაც აქ ნახსენებია გული. ასულმა ხელი შეაშველა ღონემი ხდილს და ახლა კი გასცი შენ მშვენიერ ცოლთანო უთხრა. გამთენიისას შინ დაბრუნდა გახსნილ ჭიშკართან. დედა შემოხვდა, ლოდინისგან ქანც გამოცლილი. ვაიმე შვილო, მიწისფერი გადევს სახეზე, სად იყავე? რა შეგემთხვა? თქვი, ნუ მაწვალებ. რა გინდა, დედი? ფერს ვინჩივის, სული მეცლება. ღამით ტყის მეფის სამფლობელო გამოვიარე. რაღა ვქნა ჩემო საყვარელო, ერთგულო შვილო. რით ვანუგეშო, პატარძალი, რა ვუთხრა სტუმრებს? ასე უთხარი ტყეში ათქო, ჩემი ოლოფი. ცხენსა და მწევარს წვრთნის დღემუდამ ნადირობამდე, როგორც კი ზეცამ ღამეული გაფანტა ბინდი, ჭიშკარს მოადგა პატარძალი სტუმართ ამალით. ნობათიც მოაქვთ საქორწინო. ღვინო და თაფლი, სად არის ნეფე? გაიოცა ყმაწვილმა ქალმა. გუშინ წასული შინჯერაც არ დაბრუნებულა. ცხენსა და მწევარს წვრთნის დღემუდამ ნადირობამდე, მუხლი იყარა პატარძალმა და ძოწისფერი ახსნა საფარი ჰელ ოლუფის უსულო ცხედარს. ეს გახლავთ ღრმად პოეტური, რეალურ ფაქტებთან თანახმიერი მოთხრობა. აი სწორედ ამას მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. კერძოდ, თუ რა ხდება ადამიანის ირგვლივ ამგვარი ბედისწერის მომენტებში და საერთოდ ყოველთვის ადამიანის ბედში, მაგრამ რაც განსაკუთრებულად ვლინდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანის უძლიერესი მშვინვერი განცდების პერიოდულ განმეორებებს აქვს ადგილი. რამე თუ ეს განცდები ერთვის რა ჩვენი ბედის დინებას, გვიბრუნდება არა პირვანდელი სახით, არამედ ელემენტარულ არსებათა მიერ. უფრო სწორედ კი მათი ჩარევის შედეგად შეცვლილი და გარდასახული. როგორც ფიზიკურად ვცხოვრობთ მინერალურ მცენარეულ ცხოველურ სამყაროს წიაღში, ზუსტად ასევე ჩვენი არსების ქვეშეცნეული ნაწილებით, კერძოდ რიტმული სისტემით, ჩვენ ელემენტარული არსებების სულიერ სფეროში, ზეგრძნობად სფეროშიც ვცხოვრობთ და მხოლოდ თავის მეშვეობით, ანუ ჩვენი ცხადიერი თავისმიერი ცხოვრების წყალობით არ ვიძირებით ელემენტარული არსებების სამეუფოში. დიახ, მხოლოდ თავი გვაკავებს იმ ელემენტარული ზღვის ზედაპირზე, რომელშიც ჩვენ როგორც ადამიანები განუწყვეტლივ დავცურავთ. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ რიტმულ სისტემასა და აგრეთვე კიდურების სისტემაში ელემენტარული არსებების ჩარევის შედეგად ჩვენივე ბედის თადარიგიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრების ფარგლებშიც აქვს ადგილი მოვლენათა უკუქცევას, დაბრუნებას. დიახ, კიდურების სისტემაც ურთიერთქმედებს გარე სამყაროსთან, მაგრამ ეს ურთიერთქმედება გაცილებით რთულია.
აქაც ადგილი აქვს უკუქცევას, ანუ მოვლენათა განმეორებას, მაგრამ ვიბრაციების განფენის მანძილი მოქცევის, ანუ შემოbrunების პუნქტამდე ამჯერად ბევრად უფრო დიდია, რის გამოც ეს ვიბრაციები ადამიანს მხოლოდ შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში ან კიდევ უფრო გვიან ერთ-ერთ მომდევნო ინკარნაციაში უბრუნდება. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, სრულებით არ არის აუცილებელი და სავალდებულო, რომ ჩვენი ბედი, კარმა, იდუმალებით იყოს მოცული. თუ კი მისი გაცნობიერება ძალგვიც, ანუ ხელგვეწიფება ჩვენივე ცხოვრების დინებაში ამოვიკითხოთ, ამოვიცნოთ ის, რამაც ოდესღაც მშვენიერ აგვაღელვა და რაც შემდგომ კვლავ უკულ მოგვეგო, ანუ კვლავ შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ გაცილებით უფრო მძაფრად და ძლიერად. მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩემს მიერ წაკითხულ პედაგოგიურ ლექციებს, სადაც ხაზგასმულია, რომ ბავშვის ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტი მისი ცხოვრების მე-9 წელიწადს ემთხვევა. მანამდე, ესე იგი 9 წლამდე, ესე თუ ის საგანი ვთქვათ ბუნებისმეტყველება, ბუნების მოვლენების აღწერისა, ზღაპრის, ლეგენდის ან მსგავს რაიმე ფორმას უნდა მივმართოთ. აუცილებლად ადამიანის მორალურ ცხოვრებასთან მიმართებაში უნდა ისწავლებოდეს და მხოლოდ 9 წლის ასაკიდან უნდა მივაწოდოთ ბავშვს ბუნების სამყაროს მარტივი ელემენტარული აღწერა. რამე თუ საამისოდ იგი მხოლოდ ამ ასაკში მწიფდება. ვალდორფის სკოლის სასწავლო გეგმა მთლიანად ებუცნება ადამიანის არსების ჭეშმარიტ მართებულ შემეცნებას ყველა ნიუანსის და ცალკეული კერძო მომენტების გათვალისწინებით. მე გავამახვილე თქვენი ყურადღება ჩემს სტატიაზე ვალდორფის სკოლის პედაგოგიური საფუძვლები. ასევე მივუთითე ადამიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მომენტზე, რომელიც როგორც მოგახსენეთ, მიახლოებით 9 წლის ასაკისთვის აღინიშნება. ეს მომენტი შეიძლება ასე დავახასიათოთ. მე შეგნება ამ დროისთვის ახალ სახეს იღებს. ახლებურად ვლინდება. ადამიანს უნარი ეძლევა მეტი ობიექტურობით აღიქვას გარესამყარო. ადრე იგი გარემოვლენებს საკუთარ არსებავს უკავშირებდა. მართალია მეს მიგნება, მეს შეგნება ბავშვის ცხოვრების პირველ 7 წლებში 2-2.5 წლიდან იღვიძებს, მაგრამ დაწყებული 9 წლის ასაკიდან თვისებრივად იცვლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი, ყველაზე გასაოცარი გამოვლენა. მე შეგნების გამოვლენა მიახლოებით 9 წლის ასაკში. თუ კი ადრე 2-3 წლის ასაკში ადამიანი უპირატესად მშვენიერი ფორმით ვლინდებოდა, ამჯერად იგი შედარებით უფრო სულიერი ფორმით წარმოჩინდება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი იმ მოვლენათაგანი გახლავთ, რომლებიც მართლაც და განსაცვიფრებელი სახით მეორდება და რომელთა ამოცნობა ადამიანის ცხოვრების ნაკლებად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი სავსებით შესაძლებელია. ადამიანის ცხოვრების ამ ინტიმურ მოვლენათა შემეცნება მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხორცეულად აუცილებელი გახდება. ეს შემეცნება მომავალში თანდათანობით ადამიანის ზოგადი განათლების განუყოფელ ნაწილად იქცევა. მოგეხსენებათ, ადამიანის ზოგადი განათლება ეპოქიდან ეპოქაში მუდმივ სახეცვლილებას განიცდის. თავს ალბათ უბედურად ჩავთვლით, ჩვენს დროში ჩვენი 10 წლის ბავშვს ანგარიში რომ არ სცოდნოდათ. ძველი რომაელი კი ამას არაფრად ჩათვლიდა. მისთვის თავარი იყო, რომ მის შვილს 12 ტაბულის კანონი სცოდნოდა. ჩვენ ნაკლებად ზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა შვილებმა 10 წლის ასაკში კანონების იურიდიული განმარტებები იზეპირონ. დღევანდელი მშვენიერი წყობის პირობებში ეს არცაა მიზანშეწონილი და ზიანისმეც არას მოგვიტანს. ადამიანის ზოგადი ცნობიერება გამუდმებით იცვლება და სწორედ ამჟამად ჩვენ ისეთი დროების სათავესთან დგავართ, როდესაც მთელი დედამიწის განვითარებიდან გამომდინარე, კაცობრიობა ერთიან შეგნებამდე უნდა მივიდეს. სახელდუბრ იმ შეგნებამდე ადამიანის ცხოვრების ინტიმურ მოვლენათა წიაღიდან რომ აღმოცენდება. დიახ, ადამიანი უნდა მივიდეს აქამდე. დღეს მან უფრო უკეთ უნდა შეისწავლოს საკუთარი თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ არსებითი მოთხოვნის უგულებელყოფა ადამიანის ცხოვრებას მთლიანობაში უარყოფით კვალს დააჩენს. არცოდნა იმისა, რომ ის, რაც ჩვენს გრძნობებს აღანთებს, რაც გვაღელვებს, სრულიად განსაზღვრული წარმოშობისაა. ვერ დაგვიცავს იმ შედეგებისგან, რომლებიც ჩვენივე მშვენიერმა განცდებმა აღძრა და რომელთაგანაც თავის დაზღვევა ფაქტიურად შეუძლებელია. დიახ, ეს მშვენიერი მოვლენები გარდულად უკუქცევადია. ისინი ზემოქმედებენ ჩვენს მშვენიერ ცხოვრებაზე.
ჩვენ არ ხელგვეწეფის მათი ახსნა, ჩვენი ცხოვრებისთვის ისინი მიუწვდომელია. ამის შემდეგაც ჩვენი თვე გამოწვეულ 1000 გვარ მშვენიერ მდგომარეობებს გავდივართ. დღეს ადამიანები ბევრს იტანჯებიან. ისინი ისეთ მშვენიერ მდგომარეობებში ვარდებიან, რომლებიც თითქოს და სრულად მოულოდნელად ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე ატყდებათ თავს და არ უწყიან, რომ ეს განცდები მათივე წარსულის განცდათა შედეგია. ის, რასაც ადამიანი გრძნობიერ განიცდის, კვლავ ამა თუ იმ სახით მასვე უგუუბრუნდება. კარგი იქნებოდა გაგვეხსენებინა ის, რასაც ხშირად აღნიშნავ, როგორც მსგავსი მომენტების ამსახველ მაგალითს. თუ კი ბავშვს ლოცვას ვასწავლით, თუ კი მის გრძნობებში ლოცვის განწყობას ვამკვიდრებთ, ეს განწყობა შემდეგში ერთგვარი ვიბრაციების სახით უკუ მიეგება მას. გაივლის დრო და ეს ვიბრაციები კვლავაც უკუ იქცევა, რათა შემდგომ ისევ და ისევ განივრცოს და კვლავ უკუ მიეგოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც დიდი დრო გავა, ლოცვა ისეთნაირად დაუბრუნდება, რომ მას შეიძლება თავის არსებაში კურთხევის მშვენიერი განწყობა განავითაროს. ამიტომ მე ხშირად ვამბობ, არც ერთ ხანდაზმულ ადამიანს არ ძალუძს კურთხევა გარდმოუვლინოს, დალოცოს ადამიანები, თუ კი ლოცვა მან ბავშვობაშივე არ ისწავლა. ლოცვა კურთხევის ძალა გარდა ისახება, აი ასეთ მიზეზშედეგობრიობებს აქვს ადგილი ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ნელ-ნელა უნდა განვიმსჭავლოთ ამგვარი გაგებით. ადამიანი ჯერ ვერ აცნობიერებს ამას და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ გოლგოთას მისტერია დღემდე აღუქმელი რჩება. ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე განსწავლული ადამიანისთვის, როდესაც მას ეუბნებიან გაიარა რა გოლგოთას მისტერია, ქრისტემ თავისი არსი მიწიერი ადამიანის ცხოვრებას დაუკავშირა. ადამიანებს არ სურთ იცოდნენ, რომ თავადვე არიან დაკავშირებულნი იმ სფეროსთან, სადაც ამჟამად ქრისტეს უფევს. ჩვენს თავის მიერ წარმოდგენებსა და გაგების უნარს არც თუ შესამჩნევად ატყვია ქრისტეს იმპულსის ზემოქმედება. მაგრამ როდესაც მზერას ჩვენი არსების იდუმალი სიღრმეებისკენ, სახელდობ გრძნობების და ნებელობის ქვეშეცნეული სიღრმეებისკენ მივმართავთ, მაშინ პირველად გავჭრეთ ელემენტარულ არსებათა სფეროს ცხოვრებას. და ასეთ შემთხვევაში ელემენტარულ არსებათა სფერო ჩვენთვის იმავდროულად ქრისტეს იმპულსით განიმსჭვალება. ჩვენი რიტმული სისტემის წყალობით, ჩვენი გრძნობათა სფეროს წყალობით იმ წიაღში დავიძირებით, რომელშიც თვით ქრისტე განივთდა მიწიერი ცხოვრების კეთილსაყოფად. იქ ჩვენ ასე ვთქვათ იმ ადგილს, იმ კუთხეს ვპოულობთ, სადაც რეალურად მეუფებს ქრისტე. ვპოულობთ არა ამა თუ იმ გადმოცემების თუ სუბიექტური მისტიკის თანახმად, არამედ ობიექტურად. ამასთანავე ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც სწორედ ამ ქრისტეს მწვალული პუნქტიდან მომდინარე მოვლენებს უდიდესი ობიექტური მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ცხოვრებაში. რამე თუ ქვეშეცნეულად ეს მოვლენები ადამიანის მიერ გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად გამუდმებით ზემოქმედებს მის გადაწყვეტილებაზე, მის მოქმედებებზე. ადამიანები რომ ღრმად ჩათმდნენ ამას, მაშინ აღნიშნულ ზემოქმედებას ისინი ცნობიერად გარდაქმნიდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვეძლებოდა ამა თუ იმ ძალით გამოგვეწვია ჩვენი თანაკუთვნილი სულიერი ზეგრძნობადი სამყაროები და მათთან ერთობლივ გვემოქმედა. გარეგნულადაც შეიმჩნევა, რომ ამ მიმართებით ჩვენ კაცობრიობის ევოლუციის შემოbrunების პუნქტში ვიმყოფებით. მე მინდა მივუთითო ერთ ფაქტზე, რომელზეც ამა თუ იმ კუთხით ხშირად მიწევს ლაპარაკი. უკვე თუ ისტორიულ ნარკვევებს მიმოვიხილავთ, ჩვეულებისამებრ ეს არის ისტორიის ამსახველი წიგნები. გაირკვევა, რომ საკუთრივ გოლგოთას მისტერიას ჩვენ ვერც კი უახლოვდებით. ავიღოთ თუნდაც საყოველთაო ისტორიაში გადმოცემული მასალა. იქ აღწერილია ძველი ასირიის და ბაბილონის სამეფოები, ძველი ეგვიპტე, საბერძნეთი, რომის იმპერია. შემდეგ გაკვრით ნახსენებია, რომ ამა თუ იმ პერიოდში სხვათა შორის ადგილი ჰქონდა გოლგოთას მისტერიას. ამის შემდეგ კი განხილულია ხალხთა დიდი გადასახლების ისტორია და სხვა. ლუდოვიკო მე-14 ან საფრანგეთის რევოლუციის ჩათვლით, სხვა ისტორიკოსებთან კი ჰოგენცოლერების ჩათვლით და ასე შემდეგ. რაც შეეხება კაცობრიობაში ქრისტეს იმპულსის თანმიმდევრულ განფენას,
კაცობრიობის ქრისტეს იმპულსით გამსჭვალვას, ეგრეთ წოდებულ ისტორიაში, ბრჭყალებში, ფაქტიურად კი ჩვეულებრივ public convenue-ში, ამ მიმართებით ვერაფერს იპოვნით. ამ ისტორიისთვის ქრისტეს იმპულსი როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მორწმუნე ქრისტიანიც კი, როგორიც გახდათ ისტორიკოსი რანკე, რომელმაც ძალზე დიდი ყურადღება დაუთმო ქრისტეს იმპულსს, ვერაფერს გახდა ამ მიმართებით. ისტორიის შუქჭრილში ქრისტეს მოვლენას არავითარი როლი არ აკისრია. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, იმ სულიერი შემეცნებისთვის, რომელიც დღეს ამავე შემეცნებიდან დამუშავებულ ისტორიაში ვლინდება, საკუთრივ ქრისტიანობა არც არსებობს და მხოლოდ ჩვენი ანთროპოსოფიული ორიენტაცია, სულიერი მეცნიერება მიმართავს რა ისტორიას, სავალდებულოდ მიიჩნევს ამ ფაქტის სახელმწიფო მეოთხე პოსტატლანტიდურ ეპოქაში, კაცობრიობის კონკრეტულ ისტორიულ განვითარებაში გოლგოთას მოვლენის გარდაუვალობის კონსტატაციას. თქვენთვის ცნობილია, რომ ისტორიას ჩვენ ისეთნაირად გადმოვცემთ, იმგვარად ავსახავთ, რომ მთელი ისტორიული მიმოხილვის ცენტრში სწორედ გოლგოთას მისტერიას ვაყენებთ. მაგრამ ამით როდი ვიფარგლებით, ჩვენეული ინტერპრეტაციით, გოლგოთას მოვლენა არაოდენ კაცობრიობის განვითარების, არამედ მსოფლიო განვითარების, კოსმიური განვითარების გულის გულშია მოქცეული. თუ კი გულისყურით ჩავუღრმავდებით ჩემს იდუმალთ მეტყველებას, შეამჩნევთ, რომ იქ ლაპარაკია არა მარტო მზის ან და მთვარის დაბნელებაზე, არამედ კოსმოსურ მოვლენაზე, ქრისტეს მოვლენაზეა მითითებული. მართლაც და საოცარია, როგორც კი გამოითქმება მოსაზრება, რომ ეგრეთ წოდებული ისტორიკოსები უძლურნი არიან ისტორიული ქმნადობის პროცესში ჩართონ ქრისტეს მოვლენა, ოფიციალური რელიგიური აღმსარებლობების მოსანგრენი იმავწამ გაშმაგებით გვიტევენ, ხოლო თუ ყური მოკრეს ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულიერი მეცნიერების რწმუნებას ქრისტეზე, როგორც კოსმიურ მოვლენაზე, მაშინ აღარც ჩხუბსა და ლანძღვას თაკილობენ. ახლა კი თავად განსაჯეთ, შეუძლიათ კი რელიგიურ აღმსარებლობებს ჭეშმარიტად განახორციელონ ჩვენი დროების უდიდესი მოთხოვნები. სახელმწიფო შესწევთ უნარი ქრისტეს მოვლენა მსოფლიო მოვლენებს დაუკავშირონ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის ხალხი, მათ შორის თეოლოგებიც, ქრისტეზე როგორც საყოველთაო ღვთაებრივ არსებაზე ლაპარაკობენ, ისევე როგორც ძველი ებრაელები თავიანთ იაჰვე, იაჰოვაზე. ებრაელები დღესაც მხოლოდ მას აღიარებენ. ამას წინათ მოგახსენეთ ადოლფ გარნაკის წიგნის ქრისტიანობის არსის შესახებ, რომელშიც სულ იოლად შეგვიძლია ამოვშალოთ სახელი ქრისტე და მის ნაცვლად ჩავსვათ ზოგადი ცნება ღმერთი. ამით აზრი არ შეიცვლება, რამე თუ გარნაკს არათუ წარმოდგენა, წინათ გრძნობაც კი არ გააჩნია ქრისტიანობის სპეციფიკაზე. დიახ, ამ წიგნის ყოველი ფურცელი არსებითად არა ქრისტიანობაზე, არამედ ქრისტიანობის საწინააღმდეგო მოძღვრებაზე, იაჰვეზე მეტყველებს. უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი მომენტების გამომზევება, რამე თუ ისინი ჩვენი თანამედროვეობის ყველაზე არსობრივ მოთხოვნებს უკავშირდება. და ის, რაც კაცობრიობის კულტურულ განვითარებაში უნდა შთაიყვაროს, არის ადამიანის მიერ გაცნობიერებული, კონკრეტული და არასაყოველთაო, ობიექტური სულიერი სამყარო, რომელშიც ჩვენი გრძნობებით, ნებელობით და მოქმედებებით ვართ ჩართული და რომლის ზედაპირზე, ასე ვთქვათ, ვტივტივებთ ჩვენი თავით, ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რითიც ვაზროვნებთ. ვითარება ისეთი გახლავთ, რომ ჭეშმარიტად ახალი მსოფლმხედველობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, თუ კი შევეცდებით ქრისტეს იმპულსით განვისჭალოთ ჩვენი გრძნობები, სურვილები და ქმედებები. ჩვენი თანამედროვე ასტრონომია, ან თუნდაც მოძღვრება ევოლუციაზე, მთლიანად აბსტრაქტული ფორმულებიდან განვითარდა და ამის მიზეზი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ქრისტეს იმპულსი, რომელიც სისხლხორცელულად უნდა განივთებულიყო ადამიანში, მხოლოდ დღე ტრადიციად, ან უკეთეს შემთხვევაში სუბიექტურ განცდად გაფორმდა და ვერ მოიცვა ადამიანის შინაგანი არსი ისეთნაირად, რომ მის მშვენიერ განცდებს იმავდროულად ობიექტური კოსმიური განცდების სახე მიიღო. იქ, იმ სფეროში, სადაც ჩვენ ყველანი გარკვეულწილად თანავმონაწილეობთ მასში, რაც სულიერად ხდება ჩვენს ირგვლივ, სულიერად, ანუ ზეგრძნობადად. უნდა ითქვას, რომ აქა-იქ დღესაც ფეთქავს შეგნება, რომ კაცობრიობის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ახალი იმპულსები,
მაგრამ ამასთან ერთად ადამიანებს კონკრეტული სულიერი ცხოვრებისკენ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ. ამიტომაც სულზე კი ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ თითქმის ყოველთვის ისევ აბსტრაქციაში ცხოვრებას ამჯობინებენ. გარკვეული თვალსაზრისით უნდა შეიცვალოს თავად შეგნებაც ჩვენი პირადი პოზიციის, ჩვენივე აზრებისადმი. მე არაერთ გზის სხვადასხვა კუთხით განვიმარტავს ის, რაც აქ იგულისხმება. ბევრჯერ საჯარო ლექციებშიც აღმინიშნავს, რომ ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულიერი მეცნიერების მაუწყებლობა არ ემსახურება რაიმე პროგრესულ მიზანს, არ ესწრაფვის სახელდროხ ამ მიმართებით განაღვივოს ამა თუ იმ იდეალისადმი აღმაფრენა, არამედ რეალური ხედვიდან გამომდინარე, იგი იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს და აუცილებელზე მიუთითებს, რაც ეგოდან ესაკლისება დღევანდელ კაცობრიობას და აგრეთვე დღევანდელობასთან მიმართებაში წარმოაჩენს შედარებით ადრინდელი პერიოდის ზოგიერთ მშვინვიერ კონცეფციებს, რომლებიც იმ შორეულ ეპოქებშიც არსებობდა, როდესაც ადამიანი უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის რეალურ სულიერ გარემოცვასთან. წარსულში ყოველივე სხვაგვარად იყო დაწესრიგებული. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ძალით უნდა შევიგრძნოთ ეს. ხშირად მithქვამს, რომ ამჟამად ჩვენ, როგორც ადამიანები, საკუთრივ არც კი უნდა მოველოდეთ რაიმეს გარედან. კაცობრიობის მომავალი განვითარების პროგრესული იმპულსები ჩვენივე არსების წიაღ სულიერთან, ზეგრძნობათთან, ჩვენი ურთიერთკავშირის მეშვეობით უნდა მოვიპოვოთ. ეს კიდე ერთხელ წავიკითხოთ, ხო? არც კი უნდა მოველოდეთ რაიმეს გარედან. კაცობრიობის მომავალი განვითარების პროგრესული იმპულსები ჩვენივე არსების წიაღ სულიერთან, ზეგრძნობათთან, ჩვენი ურთიერთკავშირის მეშვეობით უნდა მოვიპოვოთ. და ჭეშმარიტად მახვილი თვალია საჭირო, რათა შევნიშნოთ, რომ ის, რასაც დღევანდელი ადამიანი განიცდის, თანდათან უფრო და უფრო დეგრადირდება. თუმცა თავად ადამიანს ამაში ბრალს ვერ დავდებთ. ჩვენ დედამიწის ციკლური განვითარების დაღმავალ ფაზაში ვიმყოფებით და როგორც ადამიანები ვალდებულნი ვართ თავადვე აღვდგეთ, თავად წამოვაყენოთ ჩვენი თავი. რათა სულიერ სამყაროსთან ურთიერთკავშირის შემწეობით როგორმე დავუსხლტეთ ევოლუციის დაღმავალ ნაკადს და რამდენადაც ამისკენ შემეცნების ძალით მივილთვით, ჩვენ ძალგვით შევიგრძნოთ ის ძალა, რომელიც ჩვენ ადამიანის ღირსების მატარებელ არსებებს შესაძლებლობას მოგცემს გადავიდეთ ევოლუციის შემდეგ სტადიაში, როდესაც დედამიწა, ასე ვთქვათ, ფეხქვეშ გამოგვეცლება, მოკვდება, როგორც ეს ყოველ ჩვენგანს ემართება. როდესაც სხეული კვდება და ადამიანის სიკვდილის კარიბჭეს გადის, ყოველი ჩვენგანი გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, სულიერ სამყაროში გარდევლინება. ხოლო დედამიწაზე დარჩენილი მისი ფიზიკური სხეული კვდება. ოდესღაც იგივე მოხდება მთელი კაცობრიობის მასშტაბით. კაცობრიობა მთლიანობაში იუპიტერის ყოფიერებაში გადასვლის ტენდენციით ვითარდება. დედამიწა გვამად იქცევა. ჩვენ უკვე დედამიწის კვდომის პროცესში ვიმყოფებით. სიბერეში ადამიანს თმა უჭაღარავდება. კანი უნაოჭდება, დაკვირვებული გეოლოგებისთვის. სრულიად აშკარაა დედამიწის სიბერის ნიშნები. დიახ, დედამიწა ფეხქვეშ გვეცლება, გვიკვდება. ჩვენ უნდა განვიმსჭავალოთ შეგნებით, რომ დღეს სულიერების ძიება ფაქტიურად დედამიწის დაბერების პროცესის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევაა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სულიერების ძიება დედამიწის დაბერების პროცესის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევაა. წარსულში მისტერიების სიბრძნე წარმოადგენდა რაღაც ისეთს, რაც ერთგვარად ენათესავება განკურნავ ძალას. ასევე ფიზიკურად განკურნავ ძალასაც. ეს შეგნება ამჟამად კვლავ უნდა დამკვიდრდებს კაცობრიობაში. ადამიანის შეგნებაში უნდა დაიბადოს უტოლვა, მისწრაფება ჭეშმარიტი შემეცნებისადმი. სრულიად კაცობრიობის მომავალი განვითარებისთვის ამას უაღრესად კაცობრიობის მომავალი განვითარებისთვის ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამ შეგნებამდე, რა თქმა უნდა, ვერასდროს მივალთ თუ არ გავითვალისწინეთ ის კონკრეტული, რაც ირგვლივ ხდება. რამე თუ ნებელობას, გრძნობას, ქმედებას ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ თავის პირად საზრუნავად მიიჩნევს. ადამიანმა არ იცის, რომ ეს მისი პირადი იმავდროულად არის რაღაც ისეთი, რაც მთელ გარე სამყაროს ეხება. დღეს უკვე ნათელია მომიტევეთ, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა ვერ გაიგოს, რასაც ახლა ვიტყვი. ესე იგი დღეს უკვე ნათელია,
რომ ჭეშმარიტი შემეცნებისკენ სწრაფვას თავის მხრივ უნდა მიეგებოს ის ცოდნაც, რომელიც ზუსტი მეცნიერებიდან მომდინარეობს. მაგრამ ამჟამად მეცნიერება ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე. ეს მართლაც ასეა. დღევანდელ ზუსტ მეცნიერებაში 1000 გვარ სათუო მოსაზრებებს თუ წარმოდგენებს ვაწყდებით. აი ერთი მათგანიც. ადამიანები ჩვეულებისამებრ ასე ტრივიალურ წარმოდგენას იზიარებენ. სადღაც ზემოთ არის მზე, სინათლე, რომელსაც იგი ასხივებს. ყოველ მხრივ ვრცელდება. იგივე ითქმის სინათლის სხვა წყაროებზეც. გავაანალიზოთ ეს მოსაზრება და დავრწმუნდებით, რომ ისინი, ვინც ამ ყოვლის მომცველ სინათლეს მათემატიკური წარმოდგენების მეშვეობით იკვლევს, ფაქტიურად აცხადებს, რა თქმა უნდა, სინათლე უსასრულობამდე განივრცობა და ბოლოს სადღაც ინთქმევა, იკარგება, გავრცობის პროცესში იგი სუსტდება და ბოლოს სადღაც ქრება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველაფერი, რაც ამგვარად ივრცობა, ესე იგი ყოველივე განვრცობადი რაღაც ზღვარს აღწევს და შემდეგ უკანვე ვიბრირებს, თავის სათავეს უბრუნდება. მზის სხივები უსასრულობაში კი არ იკარგება, არამედ უკან ბრუნდება, უკუ ვიბრირებს. ოღონდ ამჯერად არა როგორც სინათლე, არამედ როგორც სხვა რაღაც. მაგრამ აქ მთავარია ის, რომ იგი უკუ ვიბრირებს. ეს არსებითად ყოველგვარ სინათლეს ეხება და იგივე უნდა ითქვას საერთოდ ყოველგვარი მოქმედების მიმართულებით. ყოველგვარი მოქმედება ელასტიურობის განსაზღვრულ კანონს ექვემდებარება. არსებობს ელასტიურობის ზღვარი. ის წარმოდგენები კი ჩვენს ეგრეთ წოდებულ ზუსტი მეცნიერება რომ გვთავაზობს, საერთოდ არ შეესაბამება რეალურ ფაქტებს. თქვენ რომ ფიზიკოსები იყოთ, მე აუცილებლად გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რომ დღეს ჩვენი თანამედროვეები ფიზიკად მიიჩნევენ. რასაც ჩვენი თანამედროვეები ფიზიკად მიიჩნევენ, ფიზიკას უკავშირებენ უკან ჩამოტოვებულ მანძილს და განვლილ დროს. და მათგან გამომდინარე სიჩქარე, რომელიც ჩვეულებრივი ასო ვითი აღინიშნება, გამოჰყავთ როგორც წილადით გამოხატული დროისა და მანძილის ფუნქცია. მაგრამ ეს წმინდა წყლის სიცრუეა. სიჩქარე არის არა შედეგი, არამედ ის ელემენტარული, რაც თავის არსში ატარებს რაღაც მატერიალურს, ან სულიერს. ჩვენ კი მას ვანაწევრებთ, ანუ მის შემადგენელ ნაწილებად გამოგვყავს სივრცე და დრო. ჩვენ ვაწარმოებთ სივრცის და დროის აბსტრაგირებას და აქედან ამოყვავს სიჩქარე. მაშინ, როდესაც თავისთავად ისინი, დრო და სივრცე, არ წარმოადგენს რაიმე რეალურს, როგორც ასეც. სიჩქარე კი ან სხვადასხვა სიჩქარეები არის სამყაროში რეალურად არსებული რაღაც. ამას მე მხოლოდ ფიზიკოსებისთვის ვამბობ და ისინი გამიგებენ. ფიზიკოსები გაიგებენ, რომ ყოველივე, რაც კი თანამედროვე მეცნიერების თეორიულ საფუძვლებს წარმოადგენს, ძირითადად ერთობმერყევი და სათუო წარმოდგენებიდან შედგება. ამგვარი წინაპირობები გავრცელებულია ყველგან და მხოლოდ იმით ინარჩუნებს ცხოველ მყოფელობას, რომ თავად ადამიანია უძლური. ადამიანს არ ძალუძს ჩაწვდეს სულიერს, ანუ ზეგრძნობას, როგორც კონკრეტულს, მაგრამ ადამიანმა უნდა შეძლოს სულიერის აღქმა მთელი მისი კონკრეტულობით. ესე იგი ადამიანმა თავის გარემომცველ სამყაროსადმი ისეთი მიმართება უნდა განავითაროს, რომ ისევე რეალურად აღიქვას თავის გარემოცვაში ელემენტარული და უფრო მაღალი არსებები, როგორც აღიქვამს ჰაერსა და წყალს. ეს გახლავთ მიქაელის ეპოქის მოთხოვნა. ეს არის მთავარი. ესე იგი გავიმეოროთ რა ყოფილა მიქაელის ეპოქის მოთხოვნა. ადამიანმა თავის გარემომცველ სამყაროსადმი ისეთი მიმართება უნდა განავითაროს, რომ ისევე რეალურად აღიქვას თავის გარემოცვაში ელემენტარული და უფრო მაღალი არსებები, როგორც აღიქვამს ჰაერს და წყალს. ეს არის ის, რაც კვლავ უნდა გახდეს კაცობრიობის ცოდნის განუყოფელი ნაწილი, როგორც იყო წარსულში. მაგრამ ადამიანი თავს არიდებს ამას. მას არ სურს აღიაროს კაცობრიობის განვითარების დინებით მოტანილი გადატრიალებები, რომელთაგან ერთ-ერთი მე-15 საუკუნის შუა პერიოდში მოხდა. მაგრამ კონკრეტული ფაქტები ადასტურებს, რომ ასეთ მოვლენებს რეალურად ადგილი აქვს ევოლუციის პროცესში. ერთმა ავტორმა დაწერა წიგნი, რომელშიც ციტირებულია ძველი ალქიმიკოსების აზრები. ავტორი, რომლის ნაშრომი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იგი შესანიშნავი ქიმიკოსია, ამბობს, რომ ვერაფერი მოუხერხა იმ ქიმიურ რეცეპტს, რომელიც ერთი ძველი ალქიმიკოსისგან გადმოიწერა.
იგი მართლაც ვერას გახდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც თანამედროვე ქიმიკოსი ლაპარაკობს მერკიურზე, ანუ ვერცხლის წყალზე, მას მხედველობაში აქვს მინერალი ვერცხლისწყალი. როდესაც ლაპარაკობს ანტიმონზე, მეტალს გულისხმობს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ტერმინები ძველი ალქიმიკოსის წიგნში სრულიად სხვას ნიშნავს. ეს არის არა გარე მეტალები, ფიზიკური მეტალები, არამედ გარკვეული პროცესები, რომელთაც ადგილი აქვს ადამიანის ორგანიზმში და ამდენად ადამიანის შიდა პროცესების შემეცნების სფეროს განეკუთვნება. თუ კი ამ ტერმინებს წარმოვიდგენთ იმ მნიშვნელობით, როგორც ზემოხსენებულ ავტორს აქვს გააზრებული, მაშინ ისინი უნდა წავიკითხოთ როგორც მონაცემი ქიმიური პროცესისა. ლაბორატორიაში რეტორტებთან რომ ხორციელდება. მაგრამ ეს უაზრობაა. რეალურად ამ ტერმინებს ამოვიცნობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გავარკვევთ თუ რას გულისხმობდნენ იმ ძველ დროში, ანტიმონს, მერკიურს და ასე შემდეგ, რომ ასახელებდნენ. ამ ტერმინების ერთ-ერთი ასპექტი შესაძლოა გარე მინერალებსაც უკავშირდებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ საქმე გვაქვს პროცესებთან, რომლებსაც ადგილი აქვს ბუნებაში, რომელზეც ძველად დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული ხერხებით ზემოქმედებდნენ. ამიტომ ის, ვინც მე-15 საუკუნემდელ ლიტერატურას კითხულობს თანამედროვე ყაიდაზე, თანამედროვე დაწერილი წიგნებისგან განსხვავებულად უნდა წაიკითხოს. ამ გზით შესაძლოა გარედანაც შევიმეცნოთ გადატრიალების ის დონე თუ ხარისხი ადამიანის მშვენიერმა წყობამ რო განიცადა. დღეს ჩვენ იმ დროში ცხოვრობთ, როდესაც კვლავ სათანადო ყურადღება უნდა მივაგოთ იმას, რაც კაცობრიობა მთლიანად უგულებელყო საუკუნეების მანძილზე.